თანამედროვე კოლეგები ჩართული არიან პეტიციაში მიწვეული 5 დღეა ეს ამბავი მიმდინარეობდა ჩვენ რეგიონში. ჯერჯერობით საპატრიარქო არ იყო ინფორმირებული ამის შესახებ და რა თქმა უნდა პატრიარქის განაცვლების შემდეგ საპატრიარქო მიიღებს ჩვენი ეპარქიას მიიღებს ამის შესახებ განაცვლა რა თქმა უნდა ჩვენ მომხრევართ იმისადმი რომ არ დაერღვეს რაიმე ნორმები ბიშოპის პარტიის ძალიან დიდი სიცოცხლე და მის მიმართ გამოკიდებულება არავის არ უნდა შეიშალოს დიდი მოგზაურობა საჭირო ყველას მხრიდან როგორც ასეულო რაც საერო პირების მხრიდან და იმედი ვქონიათ რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება ყველაფერი მშვიდობიანად იქნება ესეთი სიწმინდე მისი თუნდაც ერთი თვით გადატანა ასეთი ფორმით საპატრიარქოს გვერდის ავლის გზით არ არის მიღებული და მარტო კულტურის სამინისტრო არ განაგებს ამ სიწმინდეებს თანამფლობელობაში არის ეს ეკლესიისა და ამიტომ ეკლესია ასეთ რაღაცებს ასე უცებ არ წვეთს და ეს პრეცედენტი არ ამგონია რომ იქნეს დაშვებული იმიტომ რომ ძალიან დიდი სიწმინდე არის ვისაც აქვს სურვილი რა თქმა უნდა სურვილი ყოველთვის გულღიად ხდება ყველა სტუმარს და ლოცვა ყველგან შეიძლება მithდეს სულისიც პატრიარქის კურთხევით 15 ივლისი არის გამოცხადებული ამ კვარტის ლოცვის დღე და ის ბოლომდე სანამ უკანასკნელი ლოცველი არ მოწმდება იმყოფება ეკლესიაში რეული წინააღმდეგია კვარტის მიმართ უპატიო მოპყრობის უგზაველი მოპყრობის და რეული იცავს თავის საქმეს აკეთებს რა თქმა უნდა როგორც ყველა სიცოცხლის წელი ზოგადიც იცავს თავის სიცოცხლის იმედი ქონიათ რომ ყველაფერი კარგად ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ ზუგდიდის საზოგადოებრივ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევის დარღვევას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელის ადგილმდებარეობის შეცვლას ბუნებრივია ეს ერთის მხრივ მეორეს მხრივ რამდენად მისაღებია პრეცედენტი ამ თუ სხვა შემთხვევაში კვარტის ერთდღიანი გადაადგილებისა თავისთავად ამის შესახებ გადაწყვეტილება პირველ რიგში ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და საქართველოს საპატრიარქოს.